მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. სოფლიოში განვითარებული მოვლენებით გავაგზავნოთ საქმეის საღამო და რა თქმა უნდა დავიწყოთ ირანით და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ თემებს ვერ ავწდებით უახლოესი კვირების განმავლობაში, ვერც აქამდე ავწდით, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობა და მყარებული და რაღაც ტექნიკურ საკითხებზე საუბრობთ, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხები ამოწურულია. ტრამპმა გუშინაც ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დამატებით განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სრულმასშტაბიანი ომის განახლების საკითხზე მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა იქიდან გამომდინარე რა შეტევებიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს, ის ამბობს, რომ ამის შესაჩერებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება თავად თეირანმა სთხოვა. კაცმარიც ალბათ სავარაუდოდ თეირანი ამ ინფორმაციას არ დაადასტურებს, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ ეს თხოვნა ოფიციალურად მიიღო. მისი თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანულ სამხედრო ობიექტებზე ძლიერი იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც თეირანმა მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით ოფიციალურად მიმართა ვაშინგტონს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ამერიკული მხარე სამხედრო გამარჯვებას სწრაფად მოიპოვებს და იმას ამბობს, რომ მიმდინარე ეტაპზე სანდოობა, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ტიპის ხელშეკრულების შეთანხმებისა არის ნულს ქვევით. შესაბამისად, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ თუ სამხედრო ოპერაცია სრულმასშტაბიანად ამოქმედება, სამხედრო გამარჯვებას უმალ მოიპოვებენ და მიმართვა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ მიაჩნია სერიოზულად მიმდინარე ეტაპზე. არსებული ინფორმაციით ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკის შეერთებული შტატების ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე 170 სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში და 70 სამხედრო სამიზნე გაანადგურა. რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ თეირანისთვის ნავთობის გაყიდვის უფლების მიმცემი საგამონაკლისო შემთხვევა გააუქმა, კვლავ სანქციების ქვეშ არის ირანული ნავთობის. აპასუხოდ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები მხარეებს შორის დადებული შეთანხმების წინააღმდეგ მოქმედებს და შეთანხმება არის გაუქმებული და მისი უფლებების დასაცავად და სახელმწიფოსი თავადაც საპასუხო ქმედებებს განახორციელებენ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოყვა ჰორმუზის სრუტეში შეტევებს, რომელიც ირანულმა მხარემ განახორციელა ტანკერებზე და სამოქალაქო, ასე ვთქვათ, და კომერციულ გემებზე და ასე ჩაიშალა მოლაპარაკებები, რომელიც ისედაც კურსელზე იდგა, ხო. რა ვთქვა, ეგ მოლაპარაკებები არსად არ მიდიოდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთი ნორმალური სიახლეც არ გამიგია ამ მიმართულებით, რაღაც საპირისპირო ცნობები ვრცელდებოდა მხოლოდ. იქ მიდიოდა, სადაც მივიდა. ხო, ეს იყო ლოგიკური დანიშნულების ადგილი. ერთი კომპლექტის ზონიდან გადავიდეთ მეორეში, ეს არის რუსეთი, რომელიც როგორღაც ისე აღმოჩნდა, რომ თავად არის ახლა ქარცეთში გახვეული, ეწვის ნავთობის საწარმოები, ეწვის ინფრასტრუქტურა, ამ ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმა კი ჯერჯერობით არ არსებობს და კრამში ისეთი გეგმა დადეს, რომ არ ვიცი, საოცრების ახალ ეტაპზე გადავიდა რუსეთი ნამდვილად. მოკლედ, ბრძენმა დეპუტატებმა მოიფიქრეს, რომ დიდი ნავთობ ქარხნების აშენებას აზრი აღარ აქვს. ალბათ უფრო ვერ ააშენებენ და ხვდებიან, საბჭოთა კავშირი აღარ არის რუსეთი, მაგისი რესურსები მაგას აღარ აქვს. და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ახალი სტრატეგია დაამტკიცონ, რაც მობილური ნავთობ ქარხნები ხოლმე მინიატურული ნავთობ ქარხნების აშენებას აპირებს. მიწაში უნდა დამალონ თუ მცირე ზომის ნავთობ ქარხნები. არ ვიცი რა იგულისხმება, სარდაფში აპირებენ ნავთობის გაკეთებას თუ ალბათ ეგ არის ლოგიკა, რომ ერთი დიდი სანაცვლოდ იქნება 15 მცირე ზომის საწარმო და ალბათ არ ვიცი, ბუნკერში დამარხავენ თუ რას უპირებენ, ვერ გაუგებარია. დაამტკიცა პუტინმა ეს გეგმა, ფენომენალური აზრიაო, მცირე ზომის საწარმოები მოვცხოთო და ამას იწყებენ. ჯერ როგორ იწყებენ ეს სხვა საკითხია. ფული სად არის? რუსეთში ფული არ არის. და მეორე საკითხი კიდე ვინ უნდა ააშენოს ეს ყველაფერი, რადგანაც როგორც თქვით, რაც აშენებული არის საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად დღეს რაღაც ააშენო ასეთი სანქციების პირობებში, როდესაც არაფრის იმპორტი აღარ შეგიძლია და ყველაფერზე გაკონტროლებენ, ეს ძალიან რთულია. პოტენციურად თავად უნდა პირველ რიგში დაამზადო მანქანა დანადგარი და დაზგა, რომელმაც შემდგომ უნდა დაამზადოს დეტალები, რომლებიც უნდა ააწყონ საბოლოო ჯამში ეს ქარხანა. ეს რაღაცა შედუღება არა, ეს მაღალ ტექნოლოგიური საწარმოები, რომელიც ესე მარტივად არ შენდება. და საერთაშორისო სტანდარტის საწვავი უნდა აწარმოოს ამ საწარმოებს. ეს არ არის უბრალოდ რაღაცის ჩამოსხმა. კი, უკვე ჩამოსხმაზე გადავიდნენ, გოგირდის შემცველობაც გაზარდეს და რუსების წუწუნებენ ეს როგორ ჩავასხათ მანქანებში, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ეგ არის მათი არჩევანი და ეგ არის მათი მთავრობა და მათი საწვავიც ეგ ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ
ჯერჯერობით ხედვა და გეგმა აქვთ ეს მოფიქრებული ერთ ხარეს ინდოეთიდან შემოიტანენ ახლა საწვავს ფენომენალური გადაწყვეტილება ბენზინს იყიდიან ინდოეთს მიყიდიან ნავთობს და მისგან იყიდიან ბენზინს საოცარი გლობალიზაციის გავლენა ეს და მეორე მხარეს დაიწყებენ მინიატურული ნავთობ ქარხნების აშენება სადაც მინიატურული რატომ მოიფიქრეს ეგეთ ვერ გავიგე ის დრონი მაინც დააიცემა რაც არ უნდა ზომოიყოს ეგ დრონი მიწაში დამარხულ ადამიანსაც პოულობს ქარხანას როგორ მეიპოვის არ ვიცი ეგეთი პატარა ზომის ქარხანა რომელსაც დრონი ასდება ვერ გააკეთებენ მე მაქვს იდეა უკეთესი რომ მობილური ქარხნები აწყონ რა ეს დიდ მანქანას და ვაზით მიიტანონ ამოკაჩონ ნავთობი და გაიტანონ წავა გადაამუშავებს მე იქ უცებ ჩატომბავს და ესე იაროს ბევრმა იმან რა ქვია მობილურმა ქარხნებმა ესეც იდეაა თუ გამოიყენეს შეგეძლია გააგზავნო კრემლში შეიძლება გრანტი მოგცეს არ მგონი ჩვენ გადაცემას უყურებდნენ მაგრამ შეიძლება ვიღაცას მოუვიდეს ეს გენიალური იდეა ალბათ ჩემნარი გენიოსები ბევრი ყავთ დუმაში ამ მიმართულებით ნავთობის თემა გავაგზავნოთ გავეშოთ გენიოს დეპუტატებს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ივნისში ნავთობის მომპოვება დღეში 3.8 მილიონ ბარელამდე გაზარდა და რეკორდი არ არის მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიულად სულ ცოტათი ჩამორჩება რეკორდს რომელიც ქონია ამ შემთხვევაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს როგორც ცნობილია საამიროებმა ოპეკი და ოპეკი პლუსი დატოვა 1 მაისს მიიღო გადაწყვეტილება დატოვებისა და ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რომ რეალურად და შეზღუდვები იყო და ამ დაწესებულ შეზღუდვებს საუდის არაბეთი არ გადაუხვევდა როგორც წესი მიუხედავად იმისა რომ შეეძლო მეტის წარმოება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ ოპეკის დატოვებით აბუ-დაბიმ პირველად მოახერხა და წარმოების გაძლიერებაზე დახარჯული ინვესტიციის რეალური შედეგები გვაჩვენა რადგან იქამდე შეზღუდული იყო და ასე უნდა ინვესტიციები გაეკეთებინათ და წარმადობის ასე თქვა ზრდის რესურსი ჰქონდათ პროგრესაც კი არ ქონდა აზრი არ ქონდა ხო ვერ იღებდნენ მეტ ნავთობს უბრალოდ შეზღუდულები იყვნენ ახლა რეალურად ინვესტიციები რომელიც განახორციელეს მაგას ახაზია და 3.8 მილიონი ბარელი არის მოპოვება დღიური და ამ მოპოვების ზრდა შეუძლია რეალურად მთავარია ბაზარმა ასე ვთქვათ მიიღოს ასევე მნიშვნელოვანია ითქვას რომ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ნავთობ კომპანია უკვე ინვესტორების წინაშე იყო ვალდებული რომ ნავთობის ექსპორტი გაეზარდა და მათთვის ფინანსური სარგებელი მოეტანაო შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ოპეკს ამ შემთხვევაში ხელი არ შეუშლია. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ომის დაწყებამდე საამიროების ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა ძირითად შემთხვევებში დღეზე 3.4 მილიონ ბარელს არ ცდებოდა და ოპეკის დატოვებამდე ეს მაჩვენებელი იყო 2.1 მილიონი ბარელით შემცირებული. ასე რომ თუ დღეს არ არის სტაბილურობა ხო ჰორმონის სრუტეში მით უმეტეს, მაგრამ სტაბილურობის შემთხვევაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკმაოდ დიდი რესურსები აქვს, რომ საკუთარი ჩადებული ინვესტიციები უმალ გარდასახოს დოლარში და ფულში და მიწოდებაც ასე თქვა შესაბამისად გაზარდოს ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელსაც მისი ნავთობი სჭირდება. ხო, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირველ რიგში UAE განვითარდეს და ასევე რეგიონის რაღაცნაირად წინ წავიდეს, რადგანაც ამ ოპეკის კარტელის გადაწყვეტილებება ბოლო პერიოდის განმავლობაში შეფერხების და ეკონომიკური ასე ვთქვათ ბარიერების მეტი არაფერი არ მოუტანა რეგიონს, რადგანაც ძალიან რთულია წინ წახვიდე მაშინ, როდესაც ვიღაც გიწესებს ლიმიტს ეკონომიკურ განვითარებაზე და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი ლიმიტია ბოლო პერიოდში გაჩენილი დედამიწისთვის და ამ ლიმიტს ქვია გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. რაც ტრამპი მოვიდა, ისეთ გაურკვევლობაში ვიმყოფებით, რომ კვირის ბოლოს რა მოხდება ეგ აღარ ვიცით, უკვე არ აღვიც საერთოდ, სრულიად ასე ვთქვათ, დაუფასებელ საქმედ იქცა უკვე ანალიზის გაკეთება, პროგნოზების გაკეთება, მაგრამ სოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაინც ჯიუტად აკეთებენ პროგნოზებს და აგერ-აგერ IMF-მა განაახლა ახალი პროგნოზი დაგვიდო World Economic Outlook-ი, რომელსაც რამდენიმე ჯერ არახლებს ის წელიწადში და ახალი Outlook-ის მიხედვით წელს წესით გლობალური ეკონომიკა გაიზარდება 3%-ით. მაინც კარგი შედეგია. იმას გავთვალისწინებთ, რას იგიჟები ხდება პლანეტაზე, თუმცა ეს ნაკლებია აპრილის პროგნოზთან შედარებით, როდესაც პროგნოზი იყო 3.1%. კლება განაპირობა, რა თქმა უნდა, ჰორმოზის სრუტის ჩაკეტვამ,
და იმ ასე ვთქვათ ხელიდან გაშვებულმა შესაძლებლობებმა, რაც დაუდგათ ამ რეგიონის ქვეყნებს და მათ შორის გაძვირებულმა ნავთობმა, რადგანაც გაძვირებული ნავთობი ავტომატურად ნიშნავს შენერებულ ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან ფული იხარჯება ჰაერში. ნავთობი არ არის ის პროდუქტი, რომელზეც დიდი ფული უნდა დავხარჯოთ. ინფლაცია უწნეხს, შეზღუდვას მონეტარული პოლიტიკის რეფინანსირება, რეფინანსირებას მოყვება კრედიტების შეზღუდვა და კრედიტების შეზღუდვა ნიშნავს ავტომატურად ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და ეს ამბავი, რა თქმა უნდა, IMF-ს არ მოსწონს. ასევე არ მოსწონს IMF-ს 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რომელიც 3.5% შეადგენს და ის ჩამორჩება წინა წლების მაჩვენებელს, თუმცა დიდი და რადიკალური ჩამორჩენა არ არის, მაგრამ მაინც არ გვაქვს ისეთი სიჯანსაღე, როგორიც უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისში. წლის დასაწყისში უნდა ითქვას, რომ IMF-საც, მსოფლიო ბანკსაც ყველას ისეთი პროგნოზები ჰქონდათ, რომ აუყავდებოდით გვეგონა 2026-ში, მაგრამ გავიდა ნახევარი წელიწადი და აი ამ წუთასაც ომზე ვლაპარაკობთ, ხან ერთზე და ხან მეორეზე. შესაბამისად, ძალიან რთულია უკვე ამ ვითარებაში ოპერირება, მაგრამ თან ესეთ მოკლევადებში ხა გადაწყობა ვთქვათ გლობალურ ეკონომიკებს იგივე საბაზრებს ნავთობ მომპოვებელ ქვეყნებს მათი ასე ვთქვათ მიწოდების ჯაჭვების გადალაგება რეალურად ვერ მოხერხდება, ანუ ეს არარეალური ამბავია შესაბამისად აი ამ ერთ რგოლში და ციკლში ვარ ჩაკეტილები იგივე ტრამპის ტარიფებზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად სხვა რისკები რეალიზდა, რომელიც იყო დასაწყისში და ეს ტრამპის ტარიფების რისკები, რომელიც ასევე რეალიზდა, არის ბაზარზე და ეს არ არის კარგი. გუშინ ვისაუბრეთ მის შედეგზე. არ არის კარგი არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ამბობდნენ ანალიტიკოსები და გრძელვადიან პერიოდში არ მოიტანს არაფერს, ასევე გლობალურად სოფლიოს, თუმცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი რისკებია, რომელიც რეალიზებულია უკვე. ხან ეს რისკები დაიკლებს, ხან მოიმატებს, არ ვიცი, მოლოდინების ნაწილშიც მართლა ალბათ სოფლიო ჩემპიონატს ვინ მოიგებს, იმის გამოცნობა უფრო მარტივია, ვიდრე რა მოხდება ხვალ რეალურად, სად დაიწყება ახალი ომი თუ კონფლიქტი, გაჩერდება თუ არა მიმდინარე თუ საერთოდ რა ბედი ეწევა სანავთობო თუ საფინანსო ბაზრებს. ძალიან გართულებულია უკეთეს პროცესები და ამის გამარტივებაზეც ვინმე თავჩაუხრელად მუშაობს თქო და მუხჩაუხრელად ამასაც ვერ ვიტყვით, ეხა ირანი რო არ იმუშავებს ფაქტია. ამის მოლოდინი არ უნდა კონდეს, ალბათ უფრო ამერიკის შეერთებული შტატები, ცივილიზებული მსოფლიო უნდა მუშაობდეს საიმართლებით, თორემ ირანს აქვს ისეთი ეკონომიკა, როგორიც აქვს, ამ ეკონომიკაში ცხოვრობს უკვე ძალიან დიდი ხანია, აქვს საკუთარი საბანკო სისტემაც ისე მოწყობილი, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე იცოცხლონ, განვითარდნენ რაღაც ნაწილში ფულიც საკმაოდ გამოიმუშაონ, ეს ქსელები აწყობილია და ამ ქსელების ასე ვთქვათ დაშლას ახლა ირანი არ შეეცდება. ამიტომ სხვა დასავლური ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების საზრუნავია ის, რომ მეტი სიჯანსაღე და განჭვრეტადობა იყოს, რაც სიტყვა უყვარს ბიზნესაც მათ შორის და განჭვრეტადობა ზოგადად კარგი სიტყვა, მაგრამ უკვე აღარ იხმარება 2026 წლის ამბებიდან გამომდინარე. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.